თეატრს და ხელოვნებას აქვს სერიოზული ძალა. საფრანგეთის რევოლუცია მე-18 საუკუნის ბოლოს იწყება სპექტაკლიდან გამოსული ხალხიდან. როდესაც თქვა ის სფერო იფიცება, რომელსაც თქვა პირდაპირ ზეგავლენა ეკონომიკაზე ან სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზე არ აქვს, მას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად ამ სიმბოლოს რა თქმა უნდა აქვს თავისი ფუნქცია, მით უმეტეს როდესაც თქვა თეატრები იფიცებიან, იმის გამო რომ თან პლუს რომ მსახიობები არიან დაკავებული აბსოლუტურად რაღაცა გაუგებარი და ბუნდოვანი შეთითხნილი ბრალდებებით, მაშინ ბუნებრივია ეს რეაქცია, რომ ჩნდება სოლიდარობა და იფიცება მთელი ქსელი ინსტიტუციების, მთელი დარგი არის გაჩერებული ყველა თეატრი, ფაქტობრივად ყველა თეატრი, ახლა ვთქვათ, რუსთაველის თეატრი არ გაფიცულა და აგრძელებს თავის საქმიანობას, მაგრამ უმეტესობა თეატრების მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცა. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, აქ უკვე მეორე კითხვა ჩდება და ზოგადად გაფიცვის მნიშვნელობაზე, რა თქმა უნდა, გაფიცვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თქვა ინდუსტრიული ნაწილი ან სახელმწიფო აპარატის ნაწილი იფიცება. მას შეუძლია რეალური ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოზე. იგივე შეიძლება ვთქვათ, რა ვიცი, უმაღლეს სასწავლებლებზე ყველაზე ფეთქებადი ნაწილი სტუდენტობაა და მათ გაფიცვას თუ მათ პოლიტიკურ აქტივობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგრამ თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ერთადერთი წამალი. იგივე ამ ავტორიტარიზმთან თუ არათავისუფალ მმართველობასთან დაპირისპირების და ბრძოლის, ანუ მასაც უნდა გარკვეული ტიპის სტრატეგიული თუ ტაქტიკური გამოყენება. თუ იგივე თეატრალურ საზოგადოებას შევეხებით, რომელიც დღეს მართლა ავანგარდში აღმოჩნდა აი ამ საპროტესტო მოძრაობის, მან შეასრულა საკმაოდ დიდი როლი ჯერ კიდევ გაზაფხულზე. რომ ფაქტობრივად ყველა სპექტაკლი თავდებოდა საპროტესტო აქციით. ბანერების გამოტანით, სიტყვით გამოსვლით და თეატრში არ დადის აქტიური მაპროტესტებელი საზოგადოება. იქ დადიან ადამიანები, რომლების რა ვიცი კულტურული ცხოვრების ნაწილად იქცა და თან ჩვენ საბედნიეროდ დღეს ესეთი სიტუაცია არის, რომ თეატრს ძალიან დიდი მაყურებელი ყავს. სხვადასხვა კატეგორიის ხალხი. და შესაბამისად გონია, რომ აი სწორედ სპექტაკლების შემდეგ აი ამ საპროტესტო აქციებმა ძალიან სერიოზული ზეგავლენა მოახდინეს სწორედ საზოგადოების განწყობაზე. და მათთან მიიტანა გარკვეული ინფორმაცია. და ეს გადამდები იყო, იმიტომ რომ კიდევ მეორები მრავალი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანი ესწრებოდა ამ სანახაობებს, ამ სპექტაკლებს. და შეიძლება ითქვას, რომ უფრო ეფექტურიც კი იყო, ვიდრე ვთქვათ ის, რომ გაჩერებული არის დღეს თეატრი. მე მესმის, იმიტომ რომ შესაძლოა მსახიობებს ეხება მათ კოლეგებს და ისინი დაპატიმრებული არიან, ძალიან ძნელია ამ დროს თქვათ დაკავდე იგივე შენი პროფესიით, მაგრამ მოსაფიქრებელი იქნებოდა უფრო მეტად რაციონალურად, უფრო ეფექტური ხომ არ არის რაღაცა სხვა ფორმის მოძიება. მაგალითად, იგივე ყველა თეატრალური სივრცე და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, ყველა ტიპის კულტურული სივრცე, რომელიც დღეს არის, იქნება გალერეები, სადისკუსიო სივრცეები თუ კლუბური სივრცეები და რა თქმა უნდა, პირველ რიგში თეატრები, გადაიქცეს სწორედ პროტესტის მამოძრავებელ ცენტრალურ წერტილებად. მრავალი ესეთი კერა შეიქმნას, პროტესტის კერა შეიქმნას და სწორედ ეს თეატრალური სივრცეები იქნება სპექტაკლებით, იქნება პერფორმანსებით, იქნება უბრალოდ დისკუსიებით, რომ აზრი ჩამოგვიყალიბდეს, არა? და ეს აზრი, ამ აზრის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა ფართო საზოგადოებამ. აი მგონია, რომ თეატრს აქვს ეს პოტენციალი ისტორიულადაც თუ შევხედავთ. ფიცულმა თეატრალებმაც განაცხადეს, რომ საჭირო ახალი ფორმის მოძებნა, რამდენადაც არც გაფიცვაზე და არც საპროტესტო აქციებზე ხელისუფლება არ რეაგირებს, პირიქით ჩვენ ყოველდღიურად საშინელ ცინიზმს და შეურაცხყოფელ დამოკიდებულებას ვიღებთ მათგან
და მოსაფიქრებელი ახალი ფორმები. ანუ არ არსებობს რაღაცა ერთი ფორმა, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს მხედველობაში, რომელიც იქნებოდა ყველაფერზე მორგებადი და უნივერსალური. არა, ყველაფერი არის დროსთან მიმართებაში, მომენტთან მიმართებაში, ეს არის მართლაც ტაქტიკის ნაწილი და ფიქრობ, რომ დრო დადგა ახალი ფორმების მოძებნის, რომელსაც უფრო მეტი ეფექტი შეიძლება კონდეს. როგორი იქნება რანაირი ეს ერთ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვიტოს, ეს ერთად უნდა მოვიფიქროთ ყველამ და შესაბამისად არ ჩავებღაუჭოთ ერთხელ მიღებულ, ერთხელ დათქმულ რაღაცა ფორმას, რომელმაც თავისი როლი შეასრულა.